რამდენი წლის ხარ? 20-ის. 20-ის. მიიღებ 20 წლისას? კი. შეიძლება. დაკავებულ გული ამბის მიიღებს? არა, შემდეგი. საყვარელი კინო ან წიგნი? წიგნი არის სტივენ კინგის ბნელი კოშკი Wow, he's და prepared. სასტუმრო ბუდაპეშტი საყვარელი ფილმი. რაღაც მერეთ ფლეკება ეს იცი აი. პირველ რიგში ძალიან საყვარელი ხარ. მე რო უკვე ძალიან შეყვარებული ვარ. მე რას მეკითხები, შენ კარგად ხო ხარ? შენ აღარ დაგინახვა აქ ამასული. წადი გაქრე. შენი შეყვარებული სად არის ბიჭო? აი თითქოს და იმ შიერი ლომი რო ირემს გაეკიდება, რაღაცა ესე ეშინიათ ხოლმე გოგოებს ჩემი რა, რაღაც მომენტებში. გაჯი ამავე ლეილა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყვავილი. ვიღაცა გოგო, რომელიც არ ვიცი მართლა ვინ არის, აი ესე მოდის, სიგარეტი და ლუდი უჭირავს, ხელი გადამხვია და ლუყაზე მომბადო. ყველა ასე მოიქცეო და ჩემს ადგილას დარწმუნებული ვარ. რავი, დეპრესიული ბიჭი თუ გინდა თუ არა. საწამიყვანდი დაჩი. რავი, სიმართლე არ გითხრა, არ ვიცი. სახელი გვარი. დაჩი კანთელაშვილი. დაჩი კაი სახელი. ერთ ვიღაცა ძალიან მოწონხარ უკვე. ერთი გოგო ძალიან ბედნიერია, დაჩი კუკუია. Yes, დაჩი. მიდი დაჩი, მომიყევი, რა საკეთებ, რა საქმიანობ, ვინ ხარ, რა გინდა ჩემ გადაცემაში? ნუ, ამჟამად ვარ მოდელი, ასევე ვიდეო ედიტორი. და თქვენს გადაცემაში რავი, უბრალოდ მოვედი გადაღებაზე და თურმე სცენაზე სამოპატიჟეს. და ამიტომაც ახლა ვზივარ აქ შენთან ერთად. ისე შენ როგორ ხარ აშო? მე არა მიშოს, აქ ვცდილობ, რომ სიყვარული უშავო ადამიანებს ვარა ხან, მეგობრობեմ ხან ის ხან საღამოს ბოლოს მაინც after party-ზე ვიცი რომ ერთმანეთს აელაპარაკებიან რაღაცა სულ ხდება ეგრე, მაგრამ მე რას მეკითხები, შენ კარგად ხო ხარ? მე შენი რა ვარ? რამდენი წლის ხარ, თქვი თუ გამორჩა? 18. უი 18 წლის გოგოებოდანა. აი. ცეკვა გიყვარს? ნუ ისე რა. საყვარელი კინო ან წიგნი? წიგნი არის სტივენ კინგის ბნელი კოშკი Wow, he's და prepared. სასტუმრო ბუდაპეშტი საყვარელი ფილმი. აი პასუხებია. რას ეძებ გოგოში? პატივისცემა, გამგებიანობა, კარგი სტილი და საუბრის უნარი. ხო და თავისუფალი უნდა იყოს კი ჩემთან, ყველაზე მეტად მაგას ვაფასებ. თავისუფლება, მე რამდენჯერ უნდა გადავწყვეტ ამ თემას. რა არის თავისუფლება? ნიშნავანი არის, იმიტომ რომ მარტივად მალევე გაკოცოს და ჩაგეხუტოს. არა, ეგ არა, აი საუბარი რა, აი ხო არის ესეთი მომენტები, რომ აი პაიმაზე რომ მიდიხარ და მარტო ერთი მხარე რო ლაპარაკობს და მეორე რაღაცნაირად მორცხვად რო არის. ეგ მართალია, ანუ გინდა რომ შენ ლაპარაკის იმას აყვეს, უფრო მეტი, ანუ აუცილებელი არაა რომ ჩემს ლაპარაკს აყვეს, თვითონაც შეუძლია რომ ელაპარაკოს. უფრო მსმენელი ხარ შენ თუ მოლაპარაკე? ორივე. ანუ რაღაც ესეთი ბალანსირებული გოგოება, რაღაც კაი კანდიდატია. ვინმე ხართ მზად? აი იქით რა არის ერთი გოგო ძალიან რო იღიმის? ამოდი რა. პატარა. შენ რამდენი წლის ხარ? 23 წლის გოგო შეიძლება? Yes. მე სასიამოვნოა. ჩემთვისაც მომეწონა. გაიცანით ერთმანეთს, მე freestyle. კაი. პირველ რიგში ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ პატარა ვარ. პატარა ხარ. ძალიან შენ პატარა. საქმიანობ, მე კი ვიცი. მე მუსიკოსი ვარ. მუსიკა ძალიან მიყვარს. მართლა? საწამიყვანდი დაჩი. რავი, სიმართლე არ გითხრა, არ ვიცი. მართლა. მართლა არ ვიცი. ბიჭო, ნახე. ეხა არა. ბიჭოს ზოგადად ვიძახი რა, მაგრამ როგორც 23 წლის ქალბატონი, ცოტა გამოსილებით და რაღაცა. ესეთ რჩევას მოგცემ რა, ქალებს ძალიან მოწონთ, როცა კაცებს აქვთ აი ძალიან ესე ჩამოყალიბებული აზრი რა. აი გოგოს როცა დაპატიჟებ პაემანზე რა, აი ყველაზე მეტად გაუსწორდება რომ ეტყვი. აქ და აქ მივდივართ, ამად ამ დროს რას ფიქრობ რა? ხო და სად მივდივართ და როდის მითხარი? ხო მეგობრულად, იმიტომ რომ პატარა ხარ. აუ, აზე არ მგონი შენ მოგიწევს რომ უთხარო ხვალ 8 საათზე მივდივართ ჯაზერაზე. დილით არა ოღონდ. აუ, რაღაცა რო გათამაშე შეიძლება? აი შენ ისეთი ბიჭი ხარ რომ აი საჩუქარს რას შუქნი ხოლმე გოგოს, როდესაც მიდის პაემანზე. მიდიხარ პაემანზე, ან ზოგადად შეყვარებულისთვის რა არის შენთვის იდეალური საჩუქარი? აი ხარ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყვავილი. ნარცისოები, საყვარელი ყვავილები არიან. და რავი, საჩუქარი გააჩნია ეხა ტიპაჟს.
როგორი ტიპაჟი მე არის? მგონი პირველ პაემანზე ძალიან ბევრი საჩუქარი ცოტა ისეთი. კაი, პირველ ანუ რა ვიცი, ყვავილიც პირველ საკმარისი პაემანზე არის, და? ყვავილები მოაქცა და აღო. ღვინოზე რო დაპატიჟო კიდე და რამე საჭმელზე, ეგ საკმარისია. კინო. რა საჭმელზე? აი ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი როგორც იტალიური. ხდებოდი რა. ოკეი. იტალიური უეჭვარ. პასტას ვჭამთ? ნუ შეგიძლია. ანუ ჩემ გასუქება გინდა? არ მიფრთხილდები? ეს როგორ მივიღო? ვეგეტარიანული მაშინ. სალატზე და თქმა სალათი, პომიდორი, პომიდორზე რა აზრის ხართ ისე? ნიქსიანი სალათი რაღაც ქართული მოსულა. ეგ ქართული სალათი. ოკეი, ქართულზე. მაშინ ვიცი უკვე ეგეთი რაღაცას მოიფიქრებ. ხო და აი ჩემთვის აი კარგი არის რაღაც თქვათ ჯერ გასეირნება მე ჭამა რამე გემრიელის თუ თვითონ აკეთებ საჭმელს ხო აი საერთოდ ძალიან მაგარია. მაგაში გაგიმართლა ჩემი აზრით. მართლა? ეხლა მინდა რომ რაღაც გავაკეთო. თვალები შეგიძლია დახუჭო? მინდა რომ აგიხილო თვალები, ოკეი? ოკეი. აბა გახსენი საჩუქარი თუ მაგარი ხარ. გადახიე შუაზე პირდაპირ. არ ჩაიხედო, აბა გამოიცანი შიგნით რა დევს. რა არის აბა? რა შეიძლება იყოს? პულის ფორმაში არის რაღაც, ხო მაგარი. რა არის აბა? პაპამი, ოკეი, აი ეგ რა არის? აბა? ვაუ, თუ გამოიცნობს რა არის? ეს არის რაც უნდა აჩუქო გოგოს პაემანზე, ოდესმე თუ ვინმე დაგპატიჟებს. კოსმეტიკის ჩანთა, ბიჭი, მოვლენა. პირველად გავიგე კაცისგან ეგეთი სიტყვა. მოიხსენი, აბა თუ მაგარი ხარ. ყველმა უნდა წაიკითხო. ეს არის კოტესი. შენ არ გინდა ეს გოგოს უნდა აჩუქო პაემანზე, შენ დეგენერატო მართლა. ყვავილები მიმაქოს, შენი ყვავილები არ გაიშვას, მან დავიწყოთ. როგორ ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი, რაც შეგიძლიათ გოგოს გაუკეთო. ანუ ეს შეგიძლია ჩაიხო. ეს შარფი არ არის შემოლამაზო, მოიხსენი. თქვენ რაღაც პაემანის არ ვიცი რა. ეს კი ამან ძალიან გაძიძგნა, მაგრამ მინდა რომ გაჩუქო კოტესისგან ეს შებუდა მე უფრო ლამაზსაც მოგცემ, შიგნით არის ძალიან მაგარი რაღაცეები. არაფრის. იქნებ პაემანის მაგივრად საჩუქარი მაინც შეიძლება გადმოგცეს. ეს რო გამომართვათ. მადლობა, შენ მაგარი მატრაკოცა ბიჭი ყოფილხარ. ყველაფერი რაღაცაირად ვითომ გამოიცა, თან აი ზედაპირლა. მე დაგელაპარაკები შენ, მაგრამ მადლობა რომ იყავი და ხო რა არა გიშოს. გამარჯობა, შენ ლამაზი გოგო ხარ? გავიგე რომ ამას ლაგინდა ამახვალ? ამოდი რა. ჰაი, გამარჯობა. რა ქვია? ლალუკა. როგორ? ლალუკა. ლალუკა. დღეს ყველას რაღაც cool სახელები გაქვს. ლეილა მქვია, მაგრამ ბაფერებით მეძახია ლალუკა. გაჭი ამავე ლეილა. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. არ გეღადობიან ხოლმე მაგას. გეღადობენ კი? ანუ ძალიან მაგარი სიმღერა, ანუ აიკონიკი. ცხოვრება, მაგრამ ბავშვია. რაღაცა. ოკეი. რამდენი წლის ხარ? მე ვარ 18 წლის. გარაგამაზეთ. ისიც ხო 18 წლის იყო. არა, შენ ტაიპი იყო ის წინა თუ უკეთესი შეგვიძლია რა? ის რა არის? ვიზუალურად შეიძლებოდა, მაგრამ აი რაღაც აკლდა, რაღაც მატრაკოცა იყო ძალიან და მადლობა. მეც მაგას ვამბობ. ხო, რაღაც. შენ რა არის შენი ტაიპი? აი რა არ მოგწონს უცბად აი red flag, green flag ამბები მომიყევ. იცი რა არის? არ მიყვარს ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანები. განსაკუთრებით მამაკაცებს როცა აქვს, მაგრამ ესე კონკრეტულად ტაიპი, აი რაღაც კონკრეტული მომწონს ვიზუალურად. შეიძლება ისეთი ადამიანი მომეწონოს, რომ აი მეც გამიკვირდეს ძალიან, რომ იცი აი ეს მომეწონა. პირდაპირ თამამ, აუ რა მაგარი ბიჭია, დაბლოდისმენტები ყავით შენ. აი ესე ციდან მოვედი პირდაპირ. ეს გოგო რა დაინახე, უარს ვერ იტყოდი, ხო? ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მეთქი შემოვიდეთ თუ არ შემოვიდეთ ხო, მაგრამ მეთქი არა ისე ვერ წავალ, ვერ მოვისმენებ თუ არ შემოვიდეთ და ამინ გაიხარე, მიდი აბა გაიცანით ერთმანეთ. სახელი ვერ გავიგე წერან. ლალუკა. ლალუკა, თორნიკე. სასიამოვნო. ასევე. გისმენთ. აი მანძ ლაპა რა გისმენ ბიჭო? მე ფორმატიც კი არ ვიცი ხა წესიურად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თავიდანვე უნდა მომეყოლა? აი მანძე ხარ ბიჭო, სერიოზულად ცოტა ლოკინ. მე რო უკვე ძალიან შეყვარებული ვარ. მიდი მე მოუყევი როგორ ხარ ძალიან შეყვარებული. როდის დაიწყო ეს თუ კონკრეტულად თუ არა? ანუ როგორ შეიძლება? გავიგე, ეს ხო კარგად არის, დეიძე ხარ ამოსული. რამდენი წლის ხარ? 20. 20. მიიღებ 20 წლისას? კი. უკვე დაკავებულ გული ამბის მიიღებს?
ბატონო? ვაუ, გონორი. მე აღნიშნე რომ უკვე დაკავებულია თქო ჩემი გული. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვისთან ხართ? რას ქვია, შენი შეყვარებული სად არის ბიჭო? საქმეც ეგ არის, რომ არ არის დაშორებულები ვართ, მაგრამ არა, შემდეგი. ამ საწოდავს მიცე დაელაპარაკე იმ გოგოს რამე უთხრა. არა. თუ გიყვარს აქ რა? უთხარი ამ გოგოს რამე, მართლა თუ გიყვარს? ვერ ვიტყვი, არ მერიდებო. კაი, მაგრამ ეს ბიჭი მაგარია. არა, შენ მოვწახარ, ცოტა ხანი იყავი. რატო გამაქინზილე, რა საქმიანობ მოყევი ერთი? ისე კონკრეტულ არაფერს ძალიან განსაკუთრებულს, მაგრამ ოჯახურ ბიზნესებში ვართ ბევრგან. Family money, huh? მეტნაკლებად, მორალეს. რაღაც მერეთ ფლეკება ეს იცი, რაღაც ოჯახის ხარჯი. ცოტა არაფერს არ ამბობ. შენი არა, მე ხო არ მithkoms, რომ ჩემიც არ მაქვს ხო? ბატონო? მე ხო არ მithkoms, ჩემიც არ მაქვს ხო? ოჯახურ ბიზნესებში ვართ, ბიზნესებს ვსწავლობ. ნუ გასაგებია ხო? კაი, მომიყევი, აბა ცოტა შენ თავზე ხა გავიგეთ რომ ვიღაც გოგო გიყვარს და მაინც აქ ხარ, მაგრამ ნუ არა, საქმეც ეგ არის, რომ აქ რომ მოსვლა გადავწყვიტეთ, თელი მუღამიც ეგ გქონდა, რომ მინდოდა რომ აქედან მეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ეს თუ date იყო, dateable თუ იყო და ანუ ეს რეგლამენტი მართლა არ ვიცოდი. აუ, შენ ცოტა უნდა დაგალერბო. მოკლედ აგიხსნი რაღაცას. შეყვარებული თუ ხარ? უნდა ადგე და მიხედო იმ გოგოს. აქ ტრაკის ქიცინი დაამოსვლა და ვითომ რაღაცები არ შეიძლება. ეხა კამერას ჩახედე და უთხარი აი, ზუსტად ეს ვჭირდებოდა. მადლობა, არაფრის. ზუსტად ერთი კლუბი Single pause რომელსაც უნდა მოეწონა ეს. დალია. თავლიეთ თან ჩემ იმედი მაქვს მომავალ შეყვარებულს და ცოლს გაუმარჯოს და თან აიხლა ამბიც ვაცალოთ და თან იმედია იმას მაინც გავღებთ და შემდეგ დაიმაჩებით ერთად. გიშველი შესაწყალო, გიშველი, მაგრამ კაი ბიჭი ხარ, მგონია რომ რა ქვია იმ გოგოს? ლიზა. აუ, მოდი ჩვენ მივხედოთ, ეს ვერ აგვარებს. აი, რომელი კამერა ვართ? ეს ხო? ლიზა. ძალიან კაი ბიჭია, ცოტა მოულაჭირდება იმ ხრივ, რომ რაღაც დაბნეულია. ალბათ შენი ბრალია, ცოტა ეხა ტონუსში უნდა მოიყვანო. აქვს პოტენციალი, ცოტა აი ტიპსის გავატან, იქნება რამე პიკნიკი, რამე ქუჩაში, დაელაპარაკე რა, დასამშვიდებელია. ოკეი? კარგი ბიჭია, პოტენციალი აქვს. იცი რა არის? აი სანამ ამოვიდოდი, ერთმა ბიჭმა გამოიჩინა ძალიან ისე პირდაპირ ყურადღება და მე ცოტა შემყოყმანდი და არ ამოვედი. და ეხლა ამოვედი და ვიმედოვნებ, რომ ეს ბიჭი ამოვა და ანუ ორი წამი დაბრუნდეს მაშინის ბიჭი და ეხა აჩვენოს რისი გამკეთებელია. მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ ერთხელ დამაბრუნეს სცენაზე. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად შენ? მე არა მიშავს, მადლობა. ეს კარგად მედის დიალოგი ხედავი, უფრო თავისუფლად მედის. კარგები ხართ. შენი სახელი ვერ გავიგე, იმიტომ რომ როცა თქვი გარეთ ვიყავი. ჩემი ცხოვრების მოკლე შინაარსი უბრალოდ რა. ლალუკა. სასიამოვნო არის. ძალიან სასიამოვნო. დაჩი ხო? მე დაჩი, კი ბატონო. გახსოვს? აი, რა მოგწონთ ერთმანეთში, აშკარად გაგიჟდით და მე ძალიან მომხდა ისე, რომ მოდელობს ცოტას და მოდელი ხარ შენ? მე რაღაც ეტაპზე ჩემი ცხოვრების მაგ სფეროში ვიყავი, მაგრამ ეხლა აღარ. და რატო? სიმაღლე. ოკეი. აბა შენ ცადექი? არა, სიმაღლე კაი არა, უხდებით, სიმაღლეში უხდებით. ერთად რა იმოდელოთ რა? ხო, აი რა. მე სააგენტოში ვარ. როგორ? სააგენტოში ვარ მე. შეგიძლია მოხვიდე კასტინგები არის ხოლმე და თუ მსურველები ხარ, შეგიძლიათ კასტინგებზე იაროთ, მაგალითად გახარ, იწერენ შენს მონაცემებს, რამდენი ხარ სიმაღლეში, ასე შემდეგ, რამოდენიმე ფოტოს გადაგიღებენ და მერე გაგიშვებ. და რამოდენიმე დღეში მოგდის პასუხი, რომ აი მართლა კი არ გვინდოდა ეს მოდელობის ის. და განაგრძეთ. რას წარმოგიდგენია თქვენი პირველი დეითი? შენ არ უნდა თქვა არაფერი. იასამანში. თუ უკაცრავად? რესტორანი, შენ იცი ხო? კი ვიცი. რესტორანი არის, იასამანი, ძალიან მშვენიერი რესტორანი არის. მე არ დამპატიშარა.
შენ არ მოგეწონე როგორც მახსოვს ხო? აქ ჭხუ, ბევრი 8 კუთხეთში ვარ, მიშველეთ რა ხდება. კარგი. იცი რა არის? საბოლოოდ თქვენ მაშინ თქვენ რომ მოგცეთ Tipsy Baby-ს კამერა, ფოტოებს გადაიღებთ თქვენი პირველი პაემნიდან? კი. აქ მაგე კამერა რო რამე. ფოტო გადაიღეთ. მოდი მე გადაგიღებ. არა ერთად გადაიღეთ. ჩა selfie-ეთ. Selfie მიდით. მაჭანკალი in the photo? Nice. ჩა პირველი პაემანი შედგა. მოდი ახლა დაივიწყე ეს ყველაფერი ახლა შენაჩუქე. მე ვაჩუქო? ეს შეგიძლია დაივიწყო ახლა ბოლო 5 წამის განმავლობაში რაც მოხდა. მე შენთვის საჩუქარი მაქვს. მინდა რომ გადმოგცე ეს კოტეცის. ძალიან მშვენი არის, ქალბატონებისთვის გაკოცლილი, საჩუქარი. მართლა არის საჭირო როგორ მერიდება იცი? ნუ მადლობა. რას ვეზავთ ახლა? აუ რა კარგები ხარ, ძალიან დიდი მადლობა ორივე, ძალიან ოქროები იყავით. კაი პაემანი შედგა. მადლობა, შენ აღარ დაგინახვა გამოსული. წადი გაკ. რა ქვია? დიმიტრი, სასიამოვნო, მე ნანა მქვია. მე შენ გიცნობ და მართლა, შორიდან თუ აი ბადრისაც მივწერა ცოტა ხნის წინ რომ მეთქი ნანა გამაცანი მეთქი მაგარი ტიპია თქო, მამამის პატივცემ მეთქი და ასევე გელასაც თქო. უღრმესი მადლობა. და გელას სიტყვები, ანუ ხშირად მიტრიალებს ხოლმე თავში და როდესაც მან თქვა რომ ეხა მთავარია პოლიტიკურ ცვლილებებზე მეტად კულტურული რევოლუცია, ანუ მკვეთრი ცვლილება საზოგადოების მენტალიტეტში. და შენ ეხა რასაც აკეთებ აი სიყვარულის ენერგიას რო სტიმულირებას ახდენ, ამითი ამის როლს შენ თამაშობ და მადლობა ამისათვის. უღრმესი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, ეს სიტყვები არის ისი გაგება ძალიან. მართლა პატივცემ გელას და ირკლის არ იგონოს რომ ფარისეულობ და რაც მასკავს ვცდილობ რომ უღრმესი მადლობა. არ გავიკეთო. ცოტა მომიყევი შენ თავზე, აი ისე, უკვე ეთყობა რომ რაღაცნაირი განათლებული ესეთი ბიჭია, უკვე ფილოსოფიისკენ წაიყვანა საუბარი. რა საქმიანობ და რამდენი წლის ხარ? მე ვარ სამწუხაროდ უკვე 27 წლის. 27 კლუბში არ ხარ, რა გინდა ჯერ კიდე you have გადარჩი. ბევრი მაგ დროს უკვე. და რავი, ძირითადად მაინც უსაქმურობით ვარ დაკავებული, მაგრამ ხანდახან ფილმებს ვიღებ ხოლმე. Wow, რეჟისორი in the house. Kind of suspicious, მაგრამ არის პოტენციალი. რა არის რაც ყველაზე მეტად გოგოებში გაღიზიანებს? ან ნებისმიერ ადამიანში შეიძლება დაინტერესებული. პრინციპში მე red flag-ი თითქმის არ მაქვს. Red flag in the house. თავარია, ანუ აი ბოროტი და ფარისეველი ნუ იქნება, დანარჩენს ყველაფერს ავიტან. და რავი, პუტინი მევასება, ნუ მეტყვის და ისო. და green flag-ი, აი ყველაზე მეტად რას აფასებ? თავისუფლებას. განაგზა? ეხლა ცოტა პროვოკაციულად შეიძლება ჟღერდეს და რაღაცა თამამ განცხადებათ, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ თავისუფლება ასევე იწყება სექსუალური თავისუფლებით. მესმის. ადამიანს ტვინში თუ აქვს სექსუალური თავისუფლებასთან ტაბუები და ჩარჩოები, ის სხვა რაღაცებში ზიზღუდება რა. ირანში მაგალითად პირველ რიგში ხო მაგ ლიბიდოს კრძალავენ და ზუსტად მაგიტომაც ხდება მე ეგეთი ტრაგიკული მოვლენები. მე ხა ძალიან სერიოზული საუბარი ხარ წავიწყე იუმორის გარეშე გოდის. არა, პირიქით, კარგია, პირიქით ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ შენ სამომავლო კანდიდატებსაც მგონი ეხმარება ეს ფაქტი. როგორ ახერხებ პაემანზე, რომ აჩვენო ის შენი თავი, რომელიც მართლა ხარ. ანუ რა არის ეგ, რა არის საიდუმლო, რომ გამოხატო შენი თავი შენთვის. რითი ახერხებ შენი სიტყვები, მე ყოველთვის ძალიან ზედმეტად გულწრფელი ვარ ხოლმე და მგონი გოგოებს ვაშინებ ცოტათი რაღაც მომენტში. გულწრფელი. და ასევე 14 წლის ასაკიდან ძალიან ძლიერი მოთხოვნილება მქონდა სიყვარულის. აი თითქოს და იმ შიერი ლომი რო ირემს გაეკიდება, რაღაცა ესე ეშინიათ ხოლმე გოგოებს ჩემი რა, რაღაც მომენტებში. გოგოებო, ხედავთ რა ბიჭია? რავი, დეპრესიული ბიჭი თუ გინდა თუ არა. Speaking for himself. იცი რა არის? შენ ისეთი ბიჭი ხარ, აშკარად გეტყობა რომ შენით გაიტან ბოლომდე გასატანს. კამერაში შეგიძლია რომ 1-2 სიტყვა თქვა იმ გოგოებისთვის, რომელიც აი აქ არზიან და ლამობენ, რომ შეგეხონ, შემოგხედონ, დაგელაპარაკონ, იმიტომ რომ აქ არ გაგიმართლა ეგ არ ნიშნავს რომ იქ დაახლოებით 2 მილიონი, yes, thank you very much. ვინც გვიყურებს, მიდი 1-2 სიტყვა უთხარე.
რავი, გოგოებო, თქვენზე დგას თანამედროვე ცივილიზაცია. თქვენ თუ გათავისუფლდებით მე სინამდვილეში კაცების თავისუფლებიან, მაგას ვერ ხვდებით ხოლმე კაცები, ანუ. შენ გოგოები. ხო. პირველი გოგოები. Amen. მე ვიტყვი რომ თუ გოგო არ ამოვა, ნანასთანაც ძალიან სასიამოვნო იყო საუბარი. მე შენ მე დაგელაპარაკები, იმიტომ რომ თვალებში გეტყობა რომ საინტერესო ბიჭი ხარ. მე შემიძლია ერთი საჩუქარი შემოგთავაზო, რადგან ეხლა გოგოები ვერ იპოვე. ტიპსისგან ერთი კაი ლუდი კი არ ახვინო. ერთი ღვინო შემიძლია შემოგთავაზო საჩუქრად და შენ რო ვიცი რომ მაყურებლიდან იპოვე ერთ კარგ შესაფერის დეიტს, მაგას საერთოდ შეგიძლია დალიო. ამათ ყველას ბაზარი არა. აზე არ არის. ინაბა? მადლობა ჯიგარი ხარ. უღმესი მადლობა რომ ამოხედი. ინანებთ თქვენ ინანებთ. თავისით მოვიდა. ეს ვინარი? თქვენს წინ არის ყველაზე აიკონიკ წყვილი თბილისში. მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო love story. რატო აინტერესებს იცით? იმიტომ რომ რაღაც დეტალები იცის და იცის რომ მის მამასთან არის დაკავშირებული ეს ამბავი და ერთი აპლოდისმენტები არ აწყენდა მის მამას როგორც საუკეთესო მუსიკოს საქართველოში. სონისთვის ისე მაგარი გენეტიკა გაქვს რომ აყვე მაგეს მალადის თქვენ. ნელ-ნელა ფუჭდება გვემოთ რომ ჩადი. არა ძალიან კაი. ხო და რო გავიცანი ძალიან მომეწონა და ძალიან ვიფიქრე რომ მოკლედ ეს ის არის ვინც გამიხარდებოდა რომ მთელი ცხოვრება ჩემთან ყოფილიყო და არა მე სხვა რაღაც გავიგე რა უთქვამს და რა უფიქრე მაგრამ მე აი კამერებთან ვერ ვამბობ მაგას ძალიან მაგარი გოგოა მეთქი ესე ვთქვი ოღონდ ცოტა სხვანაირად და ხო და ისე მოხდა რომ რაღაცა ბევრი სხვადასხვა მეთოდით რომელიც თავის მხრივ ძალიან საინტერესო იყო გავედი კონტაქტზე და სალვეში უნდა გაგვიკეთებინა ჩარკვიანის საღამო იმიტომ რომ მაშინ ჩარკვას ყველა არ უკრავდა სმენით ყველა უსმენდა კეთო პირველად შევხვდა წავიყვანეს სალვეში რომ ერთ კვირაში აი აქ საერთოდ პირველად ხედავ პირველი პაიმანია პირველი დეითია და მეუთხარი აი აქ ერთ კვირაში მექნება კონცერტი ხო და ამ დროს მოდის ამ სალვეს მე პატრონე ძალიან კარგი ბიჭი იყო და მოვიდა ძალიან თვალია და მითხრა რომ ერთ კვირაში კონცერტი ხდება და ვაფშე არ ვიცი როგორ მღერიო და ერთი რამე რომ იყო რომ ძალიან მოწყენელია ხალხიო ძალიან ცუდად არ მღერი მართლა და ძალიან ის არის რომ მოწყენელია ხალხიო და თუ შეგიძლია რამე იმღერო და ავდექი მივედი გიტარა ავიღე და დავიწყე ჩარკვიანის რამდენიმე სიმღერის ზედიზედ მღერა. ბევრი, ნუ პოპურს ვეძახდი მათ. ფაქტობრივად ყველა სიმღერა გადაბმული მქონდა რა და გაუსწორდა ხალხს ადგა ყველა ცეკვავს, ყველა ბედნიერია, ძალიან კარგად არიან ეს ბარის მეპატრონის ბედნიერა აშენდა ფიქრობს ერთ კვირაში აქ და აი ამ ბავშვი და კეთო აი ბოლოში ის ძალიან ესე მიყურეს და მე ძალიან ამისთვის მღერი. ფაქტობრივად ნუ რა ვსწავლე და აი ამ შუა ხალხში ვიღაცა გოგო რომელიც არ ვიცი მართლა ვინ არის აი მოდის ჩემკენ ესე სამიზნეში ვყავარ ამოღებული უგრძნობ. აი ესე მოდის სიგარეტი და ლუდი უჭირავს. აი ესე ხელი გადამხვია და ლუყაზე მომადო და ეხლა ვფიქრობ რომ ოღონდ ეხლა ეგ არ გააკეთო. აი ამას დავდე 5 თვე. აგოგო, ანუ მე საერთოდ სხვა. აგოგო. და თანამ არ არის ცუდი გოგო მაგრამ ფაქტების კონსტატაცია. მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს ანუ ის მეტი мотивация. აი და ეს შენი მორიდებული კეთო აი ესე დგება. აი ეს ვინც გზაზე შეხვდა ყველა გაწია გამოწია ამ გოგოსენობა ერთი წამი ბუდიშიო და მაკოცა შუა სიმღერის დროს პირველი ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას დარწმუნებული ვარ ასე მოიქცეოდა აი მაგის მერე გავიდა 16 წელი აურა მაგარი ის მერე 16 წელია ერთად ვარ თანამედროვე თაობას ერთ თავარჩევას მივცემ რა მე მგონია რომელი არის ჩემი პოინტ ეს არის აი გამარჯობა მე მგონია რომ თანამედროვეობაში მთავარი პრობლემა რაც ადამიანებს გვაქვს არის ის რომ მოთმინების უნარი დავკარგეთ რაღაცეებში ყველაფერში სამსახურში საქმეში მეგობრობაში რაღაცებს აღარ ვიტანთ და აი ტოქსიკურია ნახო ერთ კვირაში და ეგრე არ ხდება თუ გინდათ რომ ადამიანებთან ერთად დიდხანს იყოთ მეგობართანაც მეუღლესთანაც საქმეშიც ბიზნესშიც და სამსახურშიც რაღაცების მოთმენა ის არ ტრიხავს რაღაცებს ითმენდე რა. თუნდაც რაღაცა გეწყინოს დამცირებულ თითოეულ მომენტში თავი ილაპარაკე, გადახარშე მეორე დღეს ძალიან კარგი. სხვანაირად ხო ვერ შეიძლება რომ ეგ გააკეთო. მართლა აპლოდისმენტები იმსახურებს ამას.
უღრმესი მადლობა. ეგ არის მთავარი რჩევა, რაც შეიძლება მისცე. ეხლანდელ თაობაში, როდესაც ძალიან მარტივი ახალი ადამიანის გაცნობა და ერთს გადაასვაიფებ და უკვე მზად ხარ, რომ ერთი ვისთანაც ერთად ხარ, მიაგდო რომ ეს ახალი რაღაცა დატესტო. მთავარია რომ სულ გინდოდეს რომ იმუშაო, რომ რაღაცეებს გადალახო, კომუნიკაცია, სიმშვიდე და მოთმინების უნარი. იმიტომ რომ სულ გაგაბრაზებს შენ შეყვარებული. ანუ 16 წლის მერე გაცილებით ლამაზი და გაცილებით კარგია. ამას ვერ გაიგებ თუ არ დარჩი 16 წელი და მეტი მასთან.